აკრძალულია და ისჯება კანონით საარჩევნო მიზნით საქართველოს მოქალაქისათვის ფულის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის დაპირება ან გადაცემა. აკრძალულია და ისჯება კანონით მოქალაქის მიერ საარჩევნო მიზნით მატერიალური ფასეულობის მიღება. მე ვიცი რომ ეხლა დღეს საყვარელიძე მოდის ნაციონალური მოძრაობის ეგრეთ წოდებული ლიდერი. მე დიდი სურვილი მქონდა შევსწრებოდი მის შეხვედრას. აქედან რო წავალ, მე სხვა სოფელში მაქვს შეხვედრა. თუ გავიგებ რომ აქ მოდის, მე ალბათ მოვტრიალდები და მასთან პირადად მექნება გასაუბრება და მოდი ხალხმა გასაჯოს, აი ამ მატყუარებ კიდე რომ დადიან სიცოცხლოდ და შუბლის ზარღვია გაწყვეტილი, არ როგორ დადიან, ხალხში როგორად ჩდებიან, მე ძალიან მიყვირს. ნაციონალური მოძრაობა საყვარელიძე. კითხვები გაუსვით თუ შეიძლება რომ მთელი ცხოვრება გვაქვს. რომელი საყვარელი? ისთვის ახალ პოსტული ერთი აღხსენეთ ახალ სასაყვარელს. თუ კი სააკაშვილს და ეხლა საყვარელიძე არ ვიცი რა სიტყვის აქა, სად არის ეხლა ის აყვავებული სოფლები, რა ვიცი, ჩვენს ხელში გაკეთდა, მაგასაც ჩამოვთუ დუეში მაგალითად. ეხლა აგერ მიწერია და რო არ გამოვჩეს წავიკითხავ და მე თქვენ პრობლემასაც მოვისმენთ. რაც გაკეთდა, თუ არ გაკეთდა, გითხარით რომ არ გაკეთებულა. ბუკლეტები ხოდაგირიგო. თუ გამართოვეთ, აი გასახელები შეგიარდა. თორე მაგრა გამოვალდე. სოფელი გრაკალი. აბანუ გამოსწია ის კაცი მაგა. ხო, ესე იგი, სასმელი წყალი დუეში. სასმელი წყლის პროექტი ჩაშვებულია, მიმდინარეობს ისი კეთება, ასია? ის ერთი პარტია აფერისტებია. ერთი წამით აფერისტებია. რატომ მიშა სააკაშვილს არ უსვავდით 20 წელია ამას, რომ ციკრებ თუ usვავდით ჩემო კარგო მალი ვარ გასაგებია. ერთი საერთოდ ვარ გაცხალი და გადავა კითხვა პასუხის რეჟიმში და მოგისმენ. სათავად განსხვავებული. აქაც რომ შემოიტანა აბსოლუტურად ახალი თითქოს სულეთ ახალი პრინციპები გაუკვირდა საზოგადოებას. უყურეო თითს უქნევს ყველას, თითს არ უქნევს ბატონო. ეუბნება ილაპარაკეთ სიმართლე, დაწერეთ სიმართლე. თუ გინდა რომ ჟურნალისტად გაიზარდო და ჩამოყალიბდე, ჟურნალისტი უნდა სიმართლეს ემსახურებოდი კაცო. ვიღაცა რაღაცა შეგიკვეთავს რომ რამაზის ეხლა უნდა რომ ბელადად მაქციოდა, დილდაც საღამომდე რაღაცები გადაიღე, ხან ამ პროფილში დამაყენე, ხან იმ პროფილში. არ იქნები, ვერ გაიზდები ჟურნალისტად, შვილო ვინც ახლა. ამიტომაც ბატონი ბიძინას პრინციპები და პოზიცია ქართველ ერს ზუსტად რაც სურდა, აი იმას მოერგო.